მე ვარ ფერმერი გიორგი ბაკაშვილი წნორიდან. დაახლოებით 20 წელია მომყავს მარცვლოვანი კულტურები დაახლოებით 400 ჰექტარზე. როგორიცაა ხორბალი, ქერი, სიმინდი, მზესუმზირა. ახლა ვართ ერისიმერჩი, ერთ-ერთ ნაკვეთში, სადაც 100 ჰექტარზე გვითესია ხორბალი. ვატარებთ სარეველებისა და დაავადებების წინააღმდეგ ფოთლოვან შესხურებას. ასევე მნიშვნელოვანია ფოთლოვანი კვება, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს. დაახლოებით 3 წელია თანამშრომლობ კომპანია აგროფორსთან და ვიყენებ მათ სათესლე მასალას და მცენარეთა მოვლის საშუალებებს. რაც შეეხება სათესლე მასალას, შარშან კომპანია აგროფორსის დახმარებით დავთესეთ გერმანული კომპანია სათენი იუნიონის 3 ხორბლის ჯიში. ტიკატაკა, ცენტურიონი და კატარინა. მიუხედავად გვიანი თესვისა, ამ ჯიშებმა კარგად გამოიზამთრა და ამ ეტაპზე შესანიშნავად გამოიყურება. აქვს კარგი ნაბარტყი, გამოირჩევა სიმწვანი და სიხასხასით, რაც თვალითაც კარგად ჩანს. და სრულიად განსხვავდება ამ რეგიონში დათესილი სხვა ჯიშებისგან. დანარჩენს, რა თქმა უნდა, კომბაინი გვიჩვენებს საბოლოოდ. ნაკვეთზე ჩატარებული ყველა ღონისძიება კომპანია აგროფორსის მეთვალყურეობით ჩატარდა. სამივე ჯიში დაითესა გრანულირებული ლიტვური სასუქით ტერამილეთი, რომელიც არის სწრაფად ხსნადი და შეიცავს მცენარეთვის საჭირო ელემენტებს. თესლი დამუშავდა იტალიური კომპანია ვალაგროს თესლის აღმოსაცენებელი სტიმულატორი რადიფარმით. მიუხედავად იმისა, რომ გვიანი ნათესი იყო, ამ ეტაპზე ხორბალი ძალიან კარგად გამოიყურება, აქვს შესანიშნავი ნაბარტყი და განვითარება, სრულიად სუფთა დაავადებებისგან და მავნებლებისგან. პროფილაქტიკურად ამ ეტაპზე ტარდება მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგო შესყურება, ასევე მიმდინარეობს სარეველების საწინააღმდეგო ჰერბიციდის შეტანა. შვიუკის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ დეტოლიკლოდის ჰერბიციდს, რომელიც ქართულ ბაზარზე არის სიახლე, ხოლო ფართოფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ ვიყენებთ ფნამეკს. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი გამოიყურება ძალიან კარგად, არ არის დაავადებების ფონი, პროფილაქტიკისთვის ჩვენ მაინც ვიყენებთ მეტფინს, რადგან თავი დავიცვათ სამომავლოდ განვითარებული დაავადებებისგან, როგორიცაა ჟანგა, ფუზარიოზი, ასევე სეპტორიოზი, ფოთლის ლაქიანობები. მეტფინი შეიცავს მეტკონაზოლს, აქტიურ ნივთიერებას, რომელიც მხოლოდ აგროფორსს აქვს საქართველოს ბაზარზე და გამოირჩევა მისი მოქმედების ფართო სპექტრით. რა თქმა უნდა, მარცვლეულ კულტურებში თანამედროვე მიდგომები გამორიცხულია ფოთლოვანი კვების გარეშე, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ სოფლიოში წამყვანი კომპანიების ბიოსტიმულატორებს, როგორიცაა კიმიტეკის Xtendero Ultra, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის სიჯანსაღეს, ფესვის განვითარებას, მიკრობული აქტივობის გაძლიერებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვან მიკროელემენტს თუთიას, რომელიც მარცვლეული კულტურებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იგი ეხმარება აუქსინის წარმოებაში, რაც უზრუნველყოფს ფესვის განვითარებას და ამავდროულად აზოტის ათვისებაში, რაც საბოლოოდ მაღალ და ხარისხიანი მოსავლის წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მცენარეს შეგვიძლია ფესვიდან მივაწოდოთ მაკროელემენტები, არ უნდა გამურჩეს მიკროელემენტების გამოყენება. მიკროელემენტების დეფიციტის შესავსებად ხორბალში ჩვენ ვიყენებთ იტალიური კომპანია ვალაგროს და სინგეთა ბაიოლოგიკალის მიკროელემენტების შემცველ ფოთლოვანი კვების სასუქს, ბრექსილ მიქს, რომელიც სხვა მიკროელემენტებისგან იმით გამოირჩევა, რომ დამზადებულია მცენარეულ ბაზაზე, ლიგნინის ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს ფოთოლთან მოხვედრისას სრულყოფილად მის შეთვისებას და მცენარის 100%-ით გადამუშავებას. ამ ნაკვეთზე, სადაც ვიმყოფებით, 100 ჰექტარზე არის დათესილი ახალი გერმანული კომპანია სათენ უნიონის 3 სათესლე მასალა. ტიკატაკა, კატარინა და ცენტურიონი. ეს ჯიშები ქართულ ბაზარზე არის სიახლე, სწორედ გიორგი ბაკაშვილთან ხდება მისი გამოცდა და რაიონება. ჩვენ გეგმავთ, რომ სამომავლოდ მოვაწყოთ ფერმერთა დღე დაინტერესებული პირებისთვის, რათა გავაცნოთ თითოეული ჯიშის უპირატესობები, მახასიათებლები. თვალიადოდნენ ჩვენს გვერდს, პერიოდულად გაგიზიარებთ სიახლეებს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ.